რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად გიბრუნდებით, ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება ჯემალ ფუტკარაძე. მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მადლობას გიხდით რომ მოვძანდით ჩვენთან. მოკლედ, ბოლო დღეების აქტუალური თემა არის ის, რომ ჯემალ ფუტკარაძემ უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე არ წარმოადგინა ანგარიში. რა მოხდა ბატონო ჯემალ, რატომ აღმოჩნდა ჯანდაცვის კომისია ერთადერთი, რომელმაც არ წარადგინა ეს ანგარიში? ღიმილით უნდა მოგესალმოთ თქვენს ტელეკომპანიას, წარმატება მინდა უსურვო პირველად ვარ თქვენს ეთერში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირველი გამოსვლა თქვენს ეთერში იქნება დასაბამი იმისა, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენ ტელემაყურებლებს და რა თქმა უნდა აქტუალური საკითხები, რომელიც არის ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, მადლობა რომ თქვენ ამას მიაქციეთ ყურადღება, გააშუქებთ, ობიექტურად გააშუქებთ ამ ობიექტურობას უსურვებთ თქვენს ტელეკომპანიას. ეხლა რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ასეთნაირად რომ რატომ არ წარადგინეთ ანგარიში და ამით ძალიან დიდი დანაშაული ჩავადგინდათ, უნდა გითხრათ, რომ გავაკეთებ განმარტებას, თქვენ მოგეხსენებათ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეს მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა 2012 წლის ოქტომბრიდან და უმაღლეს საბჭოში შექმნილი კომისიები თავდაპირველად იყო 5 კომისია, შემდეგ ჩვენი მუშაობის პერიოდში დაემატა 1 კომისია, ეს კომისიები ვალდებული არიან, რომ უმაღლეს საბჭოს პერიოდულად 1 წლის ანგარიში წარუდგინონ. ეს ანგარიში დაიწყო 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბერში გაკეთდა 1 მოსმენა, შემდეგ 2013-დან 2014 წლის სექტემბერში გაკეთდა მეორე მოსმენა და ეხლა უნდა შესრულებულიყო მესამე მოსმენა 2013 წლიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით ოქტომბრამდე და ჩვენ ჯერ კიდევ კომისიამ, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი ხას უსვამ 2014 წლის სექტემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა ანგარიში. ეს ანგარიში წარდგენილი არის უკვე რამდენი თვე არის გასული ოქტომბრიდან ოქტომბერი 5 თვეა, თითქმის 6 თვეა ეს ანგარიში არის წარდგენილი. მე მინდა სიცხადე შევიტანო და რას ნიშნავს ანგარიშის წარდგენა, რომ ჩვენ მთელი აი ამ პერიოდში კალენდარული წლის განმავლობაში თუ რა სამუშაო აწარმოა უმაღლეს საბჭოს სხვადასხვა კომისიამ, ეს უმაღლეს საბჭოს ბიუროს წარედგინება და შესაბამისად თითოეული დეპუტატი, თითოეული კომისია ანგარიშვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. ეხლა რაც შეეხება თუ რა მოხდა, მე მინდა რომ სიცხადე შევიტანო და რომ მოიხსნას ეს კითხვები. ერთი არის, როდესაც ანგარიშს წარადგენ და მეორე, როდესაც ამ ანგარიშის პრეზენტაციას გააკეთებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2014 წლის ბოლოსათვის შემოდგომის სესიაზე, რომ ვერ მოვახერხეთ ჩვენ ამ ანგარიშების პრეზენტაციის გაკეთება, ამისათვის ეს გადმოვიდა 2015 წლის გაზაფხულის სესიაზე. მოგეხსენებათ, გაზაფხულის პლენარული სხდომები დაიწყო და უნდა დაწყებულიყო აპრილის თვეში. აპრილის დასაწყისში ერთი პლენარული სხდომა ჩაიშალა და შემდეგ პლენარულ სხდომაზე უნდა მომხდარიყო აი ამ პრეზენტაციის გაკეთება. და მოგეხსენებათ ის აჟიოტაჟი, რომელიც მოყვა აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს 20 თებერვალს, რომ გადადგა 2 თანამდებობის პირი, ვიცე-სპიკერი და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ამავე დროს მე ხას უსვამ, რომ დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ჩემს არჩევას. იმ შემთხვევაში ვიყავი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ჩემს არჩევას დაუჭირა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და ამ პერიოდისათვის მე და ჩემი თანამოაზრეები დეპუტატები ვთვლით, რომ მე არჩეული ვარ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და მე ამას არ ვამბობ, რომ ეს არის წერტილი დასმული, მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ დეპუტატების ერთი ნაწილი თვლის, რომ მე არჩეული ვარ, დეპუტატების მეორე ნაწილი თვლის, რომ არა ვარ არჩეული. მე ბიუროს, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში შექონდათ, მე ვთხოვე, აი წარმოდგენილი არის ანგარიში, მაგრამ მოდით ნუ ჩავიგდებ თავს უხერხულ მდგომარეობაში და ანგარიშის პრეზენტაცია გავაკეთო არა მე, არამედ გააკეთოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ან ნებისმიერმა წევრმა. თუ იქ იქნებოდა მითითებული
მომხსენებელი ვინ იქნებოდა, ხო? აი ამ ანგარიშის პრეზენტაბელურობას ვინ გააკეთებდა და მითითებული იქნებოდა არა როგორც ჯემალ ფუტკარაძე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, არამედ იქნებოდა მითითებული რომ როგორც კომისიის წევრი, ან იქნებოდა სხვა რომელიმე დეპუტატი, რომელიც ჩვენს კომისიაში 7 დეპუტატი არის გაერთიანებული. ამ შემთხვევაში მე ვთვლიდი, რომ ეს უფრო მოხერხებული იქნებოდა და გასაგები იქნებოდა. აქედან იყო ეს გამომდინარე და მე მადლობა უნდა გადაუხადო დეპუტატებს, რომ მათ მიიღეს ეს საკითხი და უნდა გითხრათ, რომ ამაში მხარი დამიჭირეს არა მარტო თქვათ ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების ნაწილმა, რომლებმაც მე დამიჭირეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას, ცალსახად ერთხმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რახან ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა არის, მოდით გარკვეული პერიოდით გადავდოთ ეს საკითხი, როდესაც გაირკვევა თქვათ ეს დამოკიდებულება და შემდეგი კომისიის თავმჯდომარე ვინც იქნება, ის გააკეთებს ამ ანგარიშს. თორემ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევაჯამო, წარდგენილი არის 2014 წლის 9 სექტემბერს. და ბატონო ჯემალ, თქვენ ახლა საუბრის ეს ახსენეთ, რომ ხელმძღვანელობდი კომისიასო. თქვენ ვნახეთ ჩვენ თქვენი ინტერვიუ, სადაც ამბობთ, რომ საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე არ აურჩევია, ანუ კომისიას არ ყავს ამ ეტაპზე თავმჯდომარე. ასევე მოვისმინეთ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ფუტკარაძე ამ დრომდე იღებს კომისიის თავმჯდომარის ხელფასს, ემსახურება ავტომობილი და ასე შემდეგ. ანუ რა ხდება უფრო? გასაგებია, ძალიან იცით ერთი ქართული მხატვრული ფილმი არის ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი და ორი სახელწოდება რომ აქვს, ორი სათაური რომ აქვს. ეხლა მე სხვათა შორის ეხლა თქვენ როდესაც წარდგინებას აკეთებდით, რომ ვინ იყო თქვენს ტელეკომპანიის ეთერში სტატუსი არ გიხსენებია, დიდი მადლობა ჩემთვის. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა ეს ძალიან დიდი სტატუსი არის. ოდესაც 2012 წლის ოქტომბერში მე ამირჩია მოსახლეობამ და შემდეგ დამატებითი არის ის თქვა თუ იქნება ამ პერიოდისათვის დიახ ნუ რა თქმა უნდა მე არასოდეს არა ვარ აი ესეთი რომ თქვა ხმამაღლა თქვა რომ ვარ ვიცე-სპიკერი მე ვიცე-სპიკერი სანამ შესაბამისი დადგენილება იქნება არა ვარ ვიცე-სპიკერი არამედ ვარ არჩეული რომელიც კიდევ ერთხელ ხას უსვამ და ამავე დროს არავის არ გაუთავისუფლებია ჩემი თავი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შესრულებისაგან, ხო? ამ შემთხვევაში აი ასე ორი სათაური სახით გამოდის და მე ვთქვი რომ სხვა ამ შეხოთაშორის ეს გვაქვს ამის მაგალითები ვთქვათ იგივე მთავრობაში ყავს ვიცე-პრემიერი და ამავე დროს არის გარკვეული სამინისტროს ხელმძღვანელი. ხო თუ აქაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით შეხოთაშორის ეს შეგიძლიათ რომ პირველად იქნება გაჟღერებული თუ შემოვიღებთ რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეს არ იყოს თქვათ იგივე ანაზღაურებადი, გამიგეთ? გარკვეული ბიუჯეტში იქნება თანხების დაზოგვა, არ იყოს ეს ანაზღაურებადი, არამედ რომელიმე კომისიის თავმჯდომარეს დაევალოს ვიცე-სპიკერის თანამდებობის შესრულება. მე ვთვლი რომ ამ შემთხვევაში მოიხსნება აბსოლუტურად და ეს არის თქვენი ეთერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ და პირველად ექსკლუზივად გამოიყენოთ რომ ჯემალ ფუტკარაძემ აი ასეთ წინადადების შეთავაზებაც კი შეიძლება და ამ შემთხვევაში მე მაგალითად ვთვლი რომ მე შეიძლება რაღაც ასეთი გარდამავალი ისიც იყოს რომ არ იყო თქვათ რომ მთლიანად ამ მოწვევის პერიოდში რომელიმე ეს მაგრამ აქვს მემხედველობაში ნებისმიერი უმაღლესი საბჭოს მოწვევის პერიოდში რომელიმე კომისიის თავმჯდომარეს დაევალოს ამავე დროს ვიცე-სპიკერის თანამდებობის შესრულება და მე ვთვლი ამით ყველა დაისვენებს პოზიციას, დაისვენებს ოპოზიციას და ყველაფერს თავის სახელით დაერქმევა და ამავე დროს მე ვთავაზობ მეორე ვარიანტს რომ ამაში თუ ვინმე ზგონია რომ ეს არის გარკვეული პრივილეგიებისათვის თუ ეს არის გარკვეული თანამდებობრივი სარგოსათვის, ფულისათვის, ფულადი ერთეულებისათვის მე მაგალითად ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, როდესაც პირველი ვიქნები და ვარს ვიტყვით ვიცე-სპიკერის ხელფასზე ანაზღაურებაზე და დაევალება რომ შეასრულოს ეს მოვალეობა. მოკლედ თქვენ აცხადებთ რომ ხართ არჩეული ვიცე-სპიკერი, რასაც არ აღიარებს ქართული ოცნება. ეხლა ქართული ოცნებისათვის ძალიან ძნელი არის კაბატონოია იმის აღიარება, როდესაც ქართულმა ოცნებამ მე აი გულწრფელად თანავუგრძნობ
რომ ქართულ ოცნებას თანავუგზნობ, იმიტომ რომ ქართული ოცნება ჩემთვის უცხო არ არის, მე ქართულ ოცნებასთან ერთად მოვედი ხელისუფლებაში, მე ვიყავი მისი მებრძოლი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ის ყველა ტკივილი, ის ყველა პრობლემა, რომელიც მათ აქვს, მე არა ვარ ისეთი კაცი, რომ აი რაღაცნაირად დაქადნებითა და ისეთი იმით, რომ აი რა მოგივიდათ, არამედ მე თანავუგზნობ და ამავე დროს მე ვეუბნები და ვაფრთხილებდი, რომ თუ ჩვენ ერთ გუნდად შეკრული ვერ დავრჩებოდით, ქართულ ოცნებას ექნებოდა პრობლემები და ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მოხდა ქართული ოცნებამ დაკარგა ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა და ეს უნდა გითხრათ, რომ თუ გადაავლებთ ისტორიას, ეს არის მთელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში პირველი შემთხვევა არის, როდესაც მართველი პარტია კარგავს უმრავლესობას. ბატონო ჯემალ, ბაციკაძემ განაცხადა, რომ მალე შესაძლოა თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგანაც სხდომა, რომელზეც თქვენ ვიცე-სპიკერად აგირჩიეს, იყო უკანონო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანი არის ბაციკაძის განცხადება? უნდა გითხრათ, თქვენ ალბათ მხედველობაში გყავთ ბატონი დავით ბაციკაძე, უნდა გითხრათ, რომ ბატონი დავითის მხრიდან აი ასეთი განცხადებების გაკეთება, ხო? მე ვთვლი, რომ ეს არის მისი მხრიდან აი გარკვეული აი ის წყენა და ის რაც აქვს ბატონ დავითს გათავისუფლების შემდეგ და როდესაც პასუხისმგებლობაზე არის საკითხი დგას, მე ბატონ დავითს ვურჩევ, რომ თავის პასუხისმგებლობას მე არ გავაჟღერებ, მიაქციოს ყურადღება, რამე თუ ბატონი დავით, არა და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს დაუსვათ, ბატონი დავითის შესამას მიმართეთ და უთხარით, როდესაც დავით ბაციკაძე საუბრობს, ბატონი დავით ბაციკაძე მე პატივს ვცემ ყოველთვის ჩემს კოლეგებსა და მოვიხსენიებ, ბატონი დავით ბაციკაძე საუბრობს ჯემალ ფუტკარაძის პასუხისმგებლობაზე, მოდი ჯერ მისი პასუხისმგებლობის საკითხი გავარკვიოთ და მან მოიკითხოს და მან გააკეთოს თუ რა იგულისხმა ჯემალ ფუტკარაძემ და შემდეგ შეგვიძლია ჩვენ აი ეს საკითხი კიდევ წამოვჭრათ, უნდა გითხრათ, უნდა დაუსვათ ეს საკითხი და აქვე უნდა ვთქვა, რომ ბატონ დავითის მიმართ საპასუხისმგებლო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები დგას შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ და უმჯობესია ბატონმა დავითმა. არა, ნუ მე ჩემი მხრიდან ახლა არ მინდა, რახან მე არ მინდა რომ ალბათ მან აღიაროს და მან თქვას თუ რასთან დაკავშირებით არის და რომელ ორგანოებთან აქვს ბატონ დავით ბაციკაძეს პასუხი გასაცემი. ჯობია მან თქვას. ბატონო ჯემალ, მაინც უნდა გკითხოთ, რატომ არტოვებს ბაციკაძე ვიცე-სპიკერის კაბინეტს ამ დრომდე? იცით, აი ზუსტად მე რაც გითხარით, რომ პირველი ვიქნები უმაღლეს საბჭოში, რომელსაც მე ნამდვილად არ მაინტერესებს არც კაბინეტი, არ მაინტერესებს არც ის განსხვავება ხელფასებს შორის, ჩემთვის არის ის პრინციპი, რითაც მოვედი მე 2012 წლის ოქტომბერში და მოვედი სხვათა შორის ჩემი წინა ბექგრაუნდი, რითაც მოვედი ხელისუფლებაში, მე აი პროფესიით პოლიტიკოსი არა ვარ, მე მოვედი სამეცნიერო წრეებიდან, მე მოვედი ეგრეთ წოდებული ბიზნესიდან და მოვედი ძალიან სუფთად და ჩემს უკან ყოველთვის ნებისმიერ დროს თუ ინმეს კითხვები გაუჩნდება, შეიძლება მოიკითხოს თუ როგორ მოვიდა ჯემალ ფუტკარაძე და მე არა მაქვს, ამიტომ გითხარით რომ არა მაქვს არც ავტომობილის პრობლემა, არა მაქვს არც კაბინეტის პრობლემა, ჩემი პრობლემა არის რომ ემსახურო ხალხს და არც ხელფასი არა მაქვს აბსოლუტურად, აი შეგიძლიათ რომ შევითავსო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ეტყობა ბატონ დავით ბაციკაძისათვის ეს ყველაფერი იყო ძალიან მტკივნეული და ამის დატოვება ვერც კაბინეტს ტოვებს ბატონი დავითი. ერთი იყო რომ ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ, რომ ის აბრის ჩამოხსნაც კი მას ძალიან გულეთან აღრებოდა, წარწერა რო იყო უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და გარკვეული დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ მოხდა იმის ჩამოხსნა, მაგრამ რა თქმა უნდა ის დანარჩენი ისინი დარჩა, მანქანაც ემსახურება იმ კაბინეტითაც ყველაზე ისეთი კაბინეტით და სხვათა შორის, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას, ბატონი დავით ბაციკაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აპარატის მომსახურეობითაც კი სარგებლობს. მოგეხსენებათ, რომ თავმჯდომარის მოადგილეს ყავს თავისი აპარატი, თავისი თანაშემწე, თავისი სპეციალისტები და ეს ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა ბატონი დავითის მოყვანილები იყვნენ,
და ხაზი უნდა გაუსვა, რომ ძალიან კარგი მოქალაქეები არიან, თანამშრომლები არიან, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა გარკვეული ანგარიშვალდებული არიან ბატონი დავითის მიმართ და ისინი ემსახურებიან ასე, რომ ბატონმა დავით ბაციკაძემ აი ამ პერიოდში რაც დაკარგა, ეს დაკარგა მხოლოდ ხელფასი და რომელსაც ეთყობა ძალიან მტკივნეული. ბატონო ჯემალ, ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ, როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე საბჭო, უმაღლესი საბჭო? რაც ახლა ხდება, თქვენ ამბობთ, რომ ხართ არჩეული ვიცე-სპიკერი, სხვები ამბობენ, რომ ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ხართ. საბჭო როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე? ყველაზე მტკივნეული ზუსტად ეს საკითხი არის, რომ უმაღლესმა საბჭომ ის ძირითადი ვალდებულება, ის ძირითადი ატრიბუტი, რაც მას გააჩნია, ის დაკარგა და უმაღლეს საბჭოში არის ძალიან რთული მდგომარეობა. პრაქტიკულად უმაღლეს საბჭოში მოშლილი არის. უმაღლეს საბჭოს არ აყავს ვიცე-სპიკერი, უმაღლეს საბჭოს არ აყავს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. და აი ასეთ პერიოდში უმაღლეს საბჭო ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში არის და თქვენ მიაქციეთ ყურადღება 2 დღის უკან გამართულ პლენარულ სხდომაზე სესიაზე პირველი სიტყვით მე გამოვედი და მე მიმართე საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მოულოდნელი იყო ჩემი კოლეგებისათვის მიმართე და თუ ასე უნდა გააგრძელოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა, მაშინ ჯობია რომ დაითხოვონ ეს უმაღლესი საბჭო, ყველანი წავიდეთ სახლებში, ვინ ისევ პოლიტიკაში მოbrunდება და დარჩება, ვინ კიდევ ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააგრძელებს მუშაობას. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, საინტერესო საუბრისთვის და ექსკლუზივისთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე.